ვილიამსი 15 ნომერიც გადასარევი გახლავთ და უკანა ხაზელი ყველა უნდა იჭერდეს ამ ბურთს. პენალტს იღებენ ბოლოს და ბოლოს 11 მეტრიდან დაწმულდა 40 მეტრიდან დაწმული ბურთი უნდა აეღო. მარტივად და მერე უნდა ეფიქრე იმას ლიან ვილიამსი. აი წინა შემთხვევა გაითვალისწინა და მიწამდე ჩაყვა ამ ბურთს და ასე მოახერხა ალალზე დაჭერა. არ ჩაყვებოდა და ჩადევდნენ თვითონ მიწაში. გორიმ გამოიტანა ეს ბურთი და მარცხენა ფთაზე უნდა განვითარებულიყო. მოვლენები და ჯეკამ ყველაფერს წყალი გადაასხა. წინ გაუვარდა. როგორც იქნა იტალიელებმა დაკოკეს თამაში ეპიზოდში. საკმაოდ მარტივ სიტუაციაში. ჯერ მეტოქემდე საკმაოდ დიდი მანძილი იყო, მეტრე ნახევარი მაინც იყო და ეს ბურთი უნდა ამოედო იღლიაში, ასე ვთქვათ. კონოროში. ვაიახ ძალიან ბანდას თამაში მაინტერესებდა, მაგრამ რა დროს ბანდა აქ ლოვოტი იყო შეტევაში ძალიან დიდია. ძალიან მრავალფეროვანია, გინახავთ ალბათ წინასწრებში პარიზეს ზურგიდან პასი. კინაღამ რაღაცა წაუნსდა, იქიდან პასი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამ ადამიანს შეუძლია იძულებული იყო რომ თვითონ ეზრუნა ბურთის შენარჩუნებაზე და სამ კაცს ჩავარდნოდა ხელში, მაგრამ ცოტა ძვირად დაუჯდა, სუნთქვაც უჭის მე მგონი ნეკნებში მიცეს. დენი ბიგარის მონაცემები არის ახლა მეტრობრივად რამდენი გაირბინა, რამდენჯერ და ორი გადაწყვეტილება მიიღეს, აუჩი გადაიტანეს ბურთი და ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს მათი დაცვის ხაზის გარღვევა. ოჰო, ლისთვისაც მოუდიათ. ერთხელ დაარტყალი ჰალფპენი სერჯო პარისე იქ ჯარიმას ითხოვდა და ეს გადაწყვეტილება 9 ნომრის ალბათ ყველაზე უსიამოვნო უნდა იყოს. ორ მორკინალთან შევიდა და ერთი ხელის მოსმით უკან დაახევინეს 4-5 მეტრით. იგივე იყო პინპოკის ბურთი რომ მიგარტყა კედელზე ისე გადმოაგდეს უკან. აუტანა ამჯერად უკვე მეორე ხაზალ ჯორჯე ბიაჯის. ბიაჯის რომელსაც არაერთხელ უკაპიტნია სერჯო პარისეს არ ყოფნის, ეს რანაირად მივიდა, ძალიან ცუდად ითამაშა. სასეირნოდ გეგონებოდა რომ გასეირნება უნდა და ჩიტადინი. უელსელებმა მიეუთითეს რომ არ იყო სასეირნოდ მისული. აქ ეს შემოგდებას უკვე აზრი აღარ ქონდა რაც გააკეთა ეხლა ბიზენი, იმიტომ რომ არა გადაარჩინა ამით ბურთი გადააწოდა უელსელს და შემდეგ ის გადაიყვანეს იტალიელებმა მათ დარჩათ ბურთი. სწრაფად შემოაგდეს, ასე რომ ძალიან კარგად ითამაშა. გორი გაუტანა მაკლინს, მაკლინი თავად წავიდა, უკაცრავად ეს არ არის მაკლინი, ეს გახლდათ ვენდიტი. რაც აქ ფეხზე გასვრა ყველაფერი ზოგსრა და მაინც იტალიელები არიან შეტევაში და გადასარევი არის სტეინი. უახერხა 7-8 მეტრი წინ დაწევოდა გორის გადააწოდა, გორიმ გადააწოდა რა თქმა უნდა გუნდის სახეს ყველაფერს პარიზეს შეტევაში იყო ის დარჩება მატჩის ბოლომდე მოედანზე. იტალიელთა დაკიდებული ბურთი მიიღო ჯონათან დევისმა და ფეხი და აი აქ უკვე ძალიან მოგჭრა თავი ნახებმა კაცმა, მოგჭრა თავი. ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა პადოვანი. პირველ ტაიმში ასეთი შეცდომა დაუშვა ლიან ვილიამსმა, მეორე ტაიმში უკვე ამ შეცდომას კი გახსოვს თაზე რო დიახ. პირდაპირ აგურივით მოხვდა ის ბურთი, არც ხელები შეუხვედრებია ზევით. ესე არ უნდა დაიჭიროთ პატარებო ვინცაც თამაშს უყურებთ. ხელები უნდა შეახვედროთ ზევით. არც დიდებისთვის არის მაინც რეკომენდირებული. კი. ემშიც იყო დამნაშავე გარკვეულ ეპიზოდებში ამჯერადაც მოედანზეა. ახლა იცვლება 3 ნომერი ლორენცო ჩიტადინი და მის ნაცვლად შემოდის სამი პანიკო. სამი პანიკო, ერთი პანიკა გამიგია, მეორე, მაგრამ ეხა უკვე მესამეა. შეკარელი. 17 ნომრით არის სამი ანუ მეორე ხაზში მოხდა ცვლილება. არა, პირველი ხაზია, 18 ნომრით პირველ ხაზში დადგება და ჯოშ ფურნო მეორე ხაზზე. მეორე ხაზი არა, არ მოხდა რა. არა, მეორე ხაზში არა, ჯოშ ფურნო ხან გადის, ხან შემოდის, თავის ნებაზე არის. კაც პატრონი არ არის. დაუქნევს თავს საათს ხელს შემოდის. რა თქმა უნდა ცვლის ვინმეს, ისე მეთოცხლე კაცად არებატება. ეგრე რუსებმა ეთამაშნენ ნისლიან ალბიონ იმას 45 წელი იყო, მიახალი დამტავრებული იყო, ითამაშეს ინგლისში ფეხბურთი, მოსკოვის ნაკრები იყო ჩამოსული და ნისლი იყო სტადიონზე და როდესაც გაიფანტა ეს ნისლი, ინგლისელებმა სურათი გადაიღეს და 14 რუსი იყო მოედანზე, 11 ინგლისელი. და ის დევს ეს სურათი სხვათა შორის ისტორიის მუზეუმში ინგლისის ფეხბურთის. მაგრამ სტალინი იყო მაშინ და რა ვერ ამოიღებდა ხმას. საინტერესოა, ძალიან საინტერესო მატჩია. ტრისკენ ალონ ვინჯონსმა მიიღო ბურთი, კენოვენსი იყო წინა ეპიზოდში, გაშალეს ხაზზე და ძალიან კარგადაც. აი აქ შეიძლება ლელო დაიდოს და პირველ ლელოს დებს დღევანდელ შეხვედრაში უელსის ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ საჯი ცდილობდა რომ კოჭებში შესულიყო და გადმოეგდო როგორმე მოწინააღმდეგე გარეთ, ეს არ გამოუვიდა, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ როგორც იქნა პირადი ანგარიში გახსნეს უელსელებმა და ჯონათან დევისის ლელო ვიხილეთ. გაღიმებული ძილის არ დავინახეთ.
რო პაული გაღიმებული. ხო, საინტერესოა ვორენ გეტლენდი იქნებოდა თუ არა გაღიმებული. მე მეეჭვება რომ ასეთი თამაშის შემდეგ მის გამომეტყველებაზე ღიმილი დაგვენახა. თუმცა ფაულის როგორც ჩანს 6 ან მეტი ქულით უკვე მოექცევა პირველი ტურის შემდეგ გათამაშების სათავეში. მოედნიდან უკვე ჯერ ბალი გავიდა როგორც იქნა დასისხლიანებული ცხვირპირი ჩამწრეული ქონდა და კორი ჰილი შემოვიდა მის მაგივრად. კორი ჰილი მეორედ შემოდის მოედნიდან და საინტერესოა რომ მესამედ დატოვა მოედანი მარკო ფუზერმა. ორჯერ იყო ის მოედანზე, ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, შემდეგ შეცვალა ტრავმირებული ბრჭყალებში ტრავმირებული ჯოშ ფურნო, რომელიც შემდეგ დაბრუნდა მოედანზე. იტალიურად ტრავმირებული. ასე რომ აი ახლა გავიდა ფილიპო ინძაგი მაგის დიდო სტატი იყო მე მგონი იმაში ლასკალაშიც მაგი იყავდათ მიწვეული როდესაც ანალოგიური სცენები უნდა გაეთამაშებინათ. ჟანგაბენი ახლოს ვერ მივიდო და იმისთანა სპექტაკლებს გავდა. ამასობაში მოხდა ის რომ დევისმა ვაპირებდი და ვერაფრით ვერ ვთქვი რომ ძალიან რთული მატჩის მსაჯობა უწევს ჯონ პოლ დოილს, ჯეი-პი დოილს. იქიდან გამომდინარე რომ ორივე გუნდის წევრები გამუდმებით კამათობენ. უელსელებთან კიდევ უფრო მარტივად არის საქმე. მისცა შენიშვნა პირველ ტაიმში და მას შემდეგ ნაკლებად ლაპარაკობენ მსაჯებთან და იტალიელები მსაჯებთან ლაპარაკს როგორ უნდა გადააჩვიო ეს ჩემამდე არ დადის. არც კაპიშვილის და სემიშკა რომიცე არც ის, მაგრამ ამასობაში უელსელებმა მოახერხეს, მოიგეს ეს ბურთი, სემვერ ბარტონი დაეუფლა ამ ბურთს. უნდებათ გასიმბინებული პირველ ხაზელი ანდრეა ლობოტი ან მის ნაცვლად სამი პანიკო ჩაერთვება თამაშში. როგორც არ უნდა მოხდეს, სამი პანიკო თუ 4 პანიკო ჩაერთვება თამაში ფაქტი ის არის, რომ წითელი ურჭყულები ემსგავსებიან იმ წითელ ურჭყულებს, როგორიც გვა რამოდენიმე მეტრის მოგება, ამას მოყვა კიდე რამოდენიმე მეტრი. სერჟო პარიზე ცოცხალი თავით არ ელევა ბურთს. შეიცვალა ღერძი მოლის და ძალიან კარგად უტევენ იტალიელები. აი აქ უკვე უპირატესობას ფლობენ მასპინძლები. ჯოშ ფურნო აკონტროლებს ბურთს. საცხელია გიტლერივით გაშველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ჯარიმა დაფიქსირებულია. და აი ახლა უკვე დაადასტურა ოფიციალურად. ის დროს ტრავმა რომ მიიღო, ეს ხელს უშლის. ხო, ხელს უშლის, საერთოდ არ ჩანდა თამაში და ეხლა თქვენ თვითონაც დარწმუნდით, რომ რა ბოროდინოს ველი ხო არ არის, რომ უნდა გაიყვანონ, ხო ეგეთი მოთამაშეა რა. ხო, ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ გამოცვალეს თელი გუნდი, ნახევარი და რაღაცა მაინც სახსალამათი ხალხი გამოცვალეს, ხო შეიძლებოდა ეს დამტრეული კაცი გაიყვანათ გარეთ. ვილიამსი შეცურებული ბურთი დაიჭირა ლუკ მაკლინმა. მიუხედავად იმისა, რომ ლუკი თავისთავად დაიჭირა ტკიპურიჩმა და მე უკვე გრძელდება ის, რასაც ხედავთ ახლა. იტალიელები აქ მომენტი იყო ძალიან საინტერესო. მივიდა მოწინააღმდეგემ და ბოჭო ვერ გაუკეთა. ხელი მოკიდა და ვერ შეაჩერა. აქ ჯეიმი რობერტს მოხდა თავში ბურთი. ამ თავიდან ასლეტელი ბურთი ჩაუვარდა ლიჰალპენი. არა ლიჰალპენი, არა დევისი გახლა დევისმა. მარჯვენა ფთაზე და აბა ფეხი თუ ტკივა. ფეხი კი არა. რას გაზავს შეხედეთ, აბა ამას ვინ გააჩერებს ახლა? ჯორჯ ნორცი და 60 მეტრიანი რეიდი დაასრულა ფანტასტიკურად. და იქვე დაეცა ჯორჯ ნორცი. ამას ტკივა ეხლა ძალიან ტკივა. ფეხზე ვერ ტკივა. უბრალოდ ისეთი შანსი ჩაუვარდა ხელში, რომ ამის ხელით დაგაშვება მის პროფესიულ თავმოყარეობას, როგორც მარჯვენა გარემარბის თავმოყარეობას. აქტუალებული ვარ მე რამდენად ამ კაცით. ეს არის ის ახლა თუ არ გაიყვანა ჯორჯ ნორცი როფოული არ ვიცი. არა ცოცხალი თავით აღარ ყავს არავინ გამოსასვლელი თვითონ თუ გაიხდის პიჯაკს და შევა მოედანს თორე მეტი მოთამაშე თადარიგში აღარ ყავს. მატჩის დასრულება